გამარჯობა. დღეს ჰამბურგში მზე ამოვიდა 6 საათსა და 45 წუთზე, ხოლო ჩავა 20 საათზე ზუსტად. ხვალ 6 საათსა და 53 წუთზე ამოვა, ანუ 2 წუთით ადრე და 2 წუთით გვიან ჩავა. სანამ ძირითად თემაზე გადავალთ, მე ტრადიციულად მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ახლახან გამოიწერეთ არხი, ვინც აკომენტარებთ და კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ნუ დაგეზარებათ. მათი დაწერა რამდენიმე სიტყვით, ცუდი დაწერეთ, თუნდაც ესეც აქტივობაში ითვლება, ესეც ადგება არხს. მოწონების ნიშნის ან არ მოწონების ნიშნის დასმაც ასევე ადგება არხს და რა თქმა უნდა გადაზიარება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადაუხადო იმ ჩემს მაყურებელს, რომელიც მეხმარება ფინანსურად და სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ მეტი, უფრო მეტი და უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. მაშას ახლა გადავიდეთ ძირითად თემაზე. დღეღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 24 საათია მოგეხსენებათ დედამიწაზე, ანუ ჩვენი პლანეტა მის ვარსკვლავს, მზეს, სახელად მზეს, 24 საათის განმავლობაში აჩვენებს ყველა თავის მხარეს. რეალდება თავისი ღერძის ირგვლივ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დღის ხანგრძლივობა თანდათან გაიზრდება, 22 ივნისს მიაღწევს მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყებს კლებას, ანუ დადგება ასტრონომიული ზაფხული და შემდეგ გადავა 21 სექტემბერს ასტრონომიულ შემოდგომაზე, შემდეგ დადგება გაუთავებელი ზამთარი, იმასაც გადავაგორებთ, შემდეგ გაზაფხული და ასე შემდეგ. ასე შემდეგ იქნება ჩვენს შემდეგ, ჩვენი მომავალი თაობების შემდეგ და დაახლოებით როგორც ვარაუდობენ 7 მილიარდი წლის განმავლობაში. კიდევ ერთი ასტრონომიული მოვლენა წუხელ ისე ანათებდა მთვარე, რომ შტორების ჩამოფარება დაგვჭირდა. სავსე მთვარე იყო და მზის ანარეკლი, რომელიც მისგან მოდიოდა, ისე ანათებდა გარემოს, გეგონებოდათ აი რაღაც გარიჟრაჟიაო. ამის შემდეგ მთვარე დაკლებას დაიწყებს, შემდეგ საერთოდ გაქრება, ჭრილში წავა, შემდეგ მომატებას დაიწყებს, კვლავ გაივსება და ასე გრძელდება უკვე 4,5 მილიარდი წელია. 4,5 მილიარდი წელია ეს თანამგზავრი ჩვენს გვერდით არის და განსაზღვრავს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას და კიდევ ძალიან ბევრ რამეს, რაზეც ჩვენ გვექნება საუბარი. დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელსაც იმდენად დიდი თანამგზავრი ყავს, რომ ფაქტიურად იგი შეიძლება ჩაითვალოს ბინარულ სისტემად, ანუ ორმაგ პლანეტარულ სისტემად, ანუ საკმაოდ დიდია მთვარე პროპორციულად, რა თქმა უნდა, დედამიწასთან შედარებით, თორე ესე გიგანტი მთვარეები არსებობს იგივე იუპიტერის, სატურნის და ასე შემდეგ. მაგალითად, მარსს ყავს თავისი ფობოსი და დეიმოსი, რომლებიც პატარები არიან მარსთან შედარებით, ასევე იუპიტერს ყავს თავისი იო, ევროპა, განიმედი, კალისტო, რომლებიც ძალიან დიდები არიან, მაგრამ იუპიტერთან შედარებით ჯუჯები არიან. სატურნს ყავს ენცელადუსი, ტიტანი, აფეტუსი, მიმასი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან საინტერესო თანამგზავრებია, ზოგიერთზე ვარაუდობენ, რომ სიცოცხლეც კი არის, ზოგან ვულკანური აქტივობა, ზოგან წყლის გეიზერები ამოინთხევა, ზოგან მეთანის მდინარეები და ტბებია. აი ესეთი საოცარი კოსმოსი გვაქვს ძალიან ახლოს ჩვენივე გარემოში, მზის სისტემაში. მაგრამ ამათან შედარებით მთვარე მართალია დიდია, მაგრამ ძალიან მოსაწყენი ტიპია, იმიტომ რომ იქ არაფერი არ ხდება. ახლა ჩამოთვალოთ, რისთვის გვჭირდება მთვარე და რა საჭირო იყო ზოგადად იგი. რომ არა მთვარე დღეღამის ხანგრძლივობა იქნებოდა 6 საათი, ანუ ყოველ 3 საათში ერთხელ ამოვიდოდა მზე, ჩავიდოდა, შემდეგ კიდევ 3 საათში ამოვიდოდა და ასე შემდეგ. ანუ დედამიწა იტრიალებდა გაცილებით სწრაფად, 4-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა ტრიალებს. ეს გამოიწვევდა მასზე კოლოსალური სიძლიერის ქარების არსებობას. ისეთი გრიგალების, რომლის პირობებშიც შეუძლებელი იქნებოდა ხმელეთზე სიცოცხლის განვითარება. ხოლო ოკეანეები და ზღვები იმდენად რამდენადაც მიქცევა-მოქცევა აღარ იქნებოდა, ისინი ვერ გამდიდრდებოდნენ ჟანგბადით და მათში სიცოცხლე დარჩებოდა სადღაც ბაქტერიების და მაგათივე ზომის, ან ცოტა უფრო დიდი მრავალუჯრედიანების დონეზე. დღეს დედამიწა გადახრილი არის 23.5 გრადუსით. მოგეხსენებათ, იგი არ არის სწორად ღერძით, ხო? იგი აი ესეთნაირად არის გადახრილი და პარალელურად აი ესეთნაირად მოძრაობს. რომ არა მთვარე არ იქნებოდა აი ეს მოძრაობა, ანუ დედამიწა ზოგჯერ
გადავიდოდა 0 გრადუსიდან 80 გრადუსამდე და ასე გაყვებოდა მზეს, შემდეგ გადმოიხრებოდა და ამ დროს მოხდებოდა რა, იქ სადაც მზე დაანათებდა ამდენი ხნის განმავლობაში, იქ კატასტროფული სიცხე იქნებოდა, ხოლო იმ ადგილებში სადაც სიბნელეა, იქ კატასტროფული ყინვა, წაყინო, ორი ჯოჯოხეთი იქნებოდა, ცხელი და ცივი. მთვარე თვითონ როგორც თანამგზავრი იდეალურად არის დაშორებული დედამიწისგან. იგი დაახლოებით 384,000 კილომეტრით არის ჩვენგან მოშორებული და კიდე 400 კილომეტრით და ეს ის მანძილია, რომელიც მთვარის გრავიტაციას იდეალურად გამოაყენებინებს დედამიწას. კერძოდ, მთვარე უფრო ახლოს რომ იყოს, მიქცევა-მოქცევების ტალღები იქნებოდა იმდენად მაღალი, რომ მხოლოდ მაღალ მთებში იქნებოდა შესაძლებელი ცხოვრება. დანარჩენი ყოველდღიურად გადარეცხავდა დედამიწას, გადმორეცხავდა. ასე იყო სხვათა შორის. მთვარის დაბადების გარიჟრაზე, როდესაც იგი ახლოს იყო დედამიწასთან და იგი შემდეგ დასცილდა მას. და სხვა შორის ამ დროს მან კი არ გაანადგურა სიცოცხლე, პირიქით ხელი შეუწყო სიცოცხლის ჩასახვას. რატომ? იმიტომ რომ ამ გიგანტური მიქცევა-მოქცევების დროს ხდებოდა სხვადასხვა მინერალური ნივთიერებების ერთმანეთში შერევა, ძლიერი ჭექაქუხილები იყო, პლუს ჟანგბადით მდიდრდებოდა ეს წყალი და სიცოცხლის ჩასახვისთვის ქმნიდა იდეალურ პირობებს, მაგრამ ასე ვერ გაგრძელდებოდა. სიცოცხლე შეიძლება ჩასახულიყო, მაგრამ დარჩებოდა პრიმიტიულ დონეზე, იმიტომ რომ ასეთი ტალღების 100 მეტრის სიმაღლის ტალღების გარემოცვაში და პირობებში სიცოცხლის განვითარება და მით უმეტეს მრავალუჯრედიანი და რთული სიცოცხლის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. ხშირად მეკითხებიან, რა მენატრება ყველაზე მეტად აქ, ევროპაში. რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად ჩვენი მიწისურნელი და ის გემოები, რომლებსაც ვერაფრით შეცვლი. სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ Taste of Georgia-ს პრემიუმ ნაკრები. ეს არ არის უბრალო საჩუქარი. ეს არის ყუთში მოთავსებული საქართველოს ნაწილი. ხსნით ნაკრებს და იქ ხვდებათ მზით გაჯერებული ჩურჩხელა, სურნელოვანი სვანური მარილი, ცხარე აჯიკა და კავკასიონის ფერდობების ყვავილების თაფლი. და რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის სუფრა, რომელზეც ჩვენი საამაყო ანბანია მოკარგული და თბილისური აივნის ხის სუვენირი. ეს ის დეტალებია ნებისმიერ გარემოს ქართულ მუხტს რომ სცენს. ნაკრებში ახლა უკვე ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც არიან. წუნა და წრუწუნა, თოვლის გუნდა, დევი და რა თქმა უნდა ბატიტასიკო. ეს პატარა ფიგურები ნებისმიერ გულს გაათბობს. და რაც მთავარია, სპეციალურად ჩემი მაყურებლებისთვის კომპანიასთან ერთად გადავწყვიტეთ განსაკუთრებული საჩუქარი გაგვეკეთებინა. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სტანდარტული 7%-ის ნაცვლად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ეს ფასის მეხუთედია, რაც მართლაც იშვიათი შეთავაზებაა. ნაკრების გაგზავნა უკვე მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. ტარიფებს ხედავთ ეკრანზე და დეტალები ვიდეოს აღწერაშიც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შემადგენლობა შეგიძლიათ თქვენი გემოვნებითაც შეცვალოთ. ამ ნაკრების შეძენით თქვენ არამხოლოდ საუკეთესო საჩუქარს შეიძენთ, არამედ ჩემს არხსაც დაუჭერთ მხარს. დარეკეთ ამ ნომერზე, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი შემადგენლობა და სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძენით საქართველოს გემო. თავიდან დედამიწას, როდესაც იგი გაჩნდა 4 მილიარდ 700 მილიონი წლის წინ, გვერდზე არავინ ყოლია. ეს იყო გავარვარებული ბურთი, საკმაოდ დიდი ზომის, რომელიც ზის ირგვლივ ტრიალებდა და ნელ-ნელა გრილდებოდა. და ის იყო, რომ აი პატარა თხელი ფენა წარმოიქმნა მასზე ქერქის, სწორედ ამ დროს გამოჩნდა თეია. თეია დაახლოებით მთვარეზე, დღევანდელ მთვარეზე 1.5-ჯერ უფრო დიდი პლანეტა, ციური სხეული, შეიძლება ეს პლანეტა არ იყო, პლანეტოიდი იყო, რომელიც მოდიოდა დედამიწისკენ. და აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა, ეს იყოს დედამიწა, ეს იყოს თეია და ისინი უახლოვდებიან ერთმანეთს, უпроსტად თეია უახლოვდება დედამიწას. აქედან კარგი სანახაობა იქნებოდა რა, ეს რაღაც კოლოსალური ზომის ციური სხეული უახლოვდება ჩვენს პლანეტას. და შეჯახება ხდება ოღონდ არა ასეთი პირისპირ, არამედ გვერდულად. და ამ გვერდულად შეჯახების დროს დედამიწას ძრება გარკვეული ნაწილი მისი ნივთიერებებისა, მისი ქერქის და შემადგენელი მინერალებისა, უერთდება თეიას გარს, ის გადის, აი ეს მასა გადის დედამიწის ორბიტაზე. დედამიწა საკმაოდ დიდია და მას საკმაოდ ძლიერი გრავიტაცია, მიზიდულობის ძალა აქვს. ამიტომ
აი ეს ნაწილი სადღაც კი არ იკარგება და იგი იწყებს დედამიწის ირგვლივ ტრიალს. აი ეს გაფანტული მასალა და ნელ-ნელა იგი იკვრება ბურთად და ეს ბურთი არის დღეს მთვარე. ამ დროს ხდება დედამიწის დამუხრუჭებაც, ამ დროს ხდება მისი ღერძის გადახრა, თუ ის იყო ასე, იგი ასე გადაიხარა, ხოლო მთვარე რაც საინტერესო არ უნდა იყოს, არ ტრიალებს. ჩვენ თუ ტრიალებთ ჩვენი ღერძის გარშემო და მზის გარშემო, მთვარე ტრიალებს ჩვენს გარშემო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ცალი მხრით არის ჩვენსკენ მოტრიალებული. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ასეთი რამ სხვა თანამგზავრებს და პლანეტებს არ ახასიათებთ, მოგესალმებით და ყველას თავისი ბრუნვა აქვს, ზოგი საათის მიმართულებით ბრუნავს, ზოგი მისაწინავ, ზოგი უფრო სწრაფად, ზოგი უფრო ნელა. და ესეც ძალიან კარგია, ასე რომ მოხდა. უკანა ნაწილი მთვარის ეგრეთ წოდებული dark side, ანუ მთვარის ბნელი ნაწილი, მუდმივად მიტრიალებული არის ჩვენგან საპირისპირო მხარეს და სანამ მას სპეციალურმა მთვარის თანამგზავრებმა ხელოვნურად თანამგზავრებმა არ გადაუღეს უკნიდან სურათი, ჩვენ არაფერი ვიცოდით თუ იქეთ რა ხდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ იქეთ ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა ვიდრე იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ მუდმივად უყურებთ და ეს ესეთ გაღიმებული სახეს ვამჩნევთ ხოლმე. მთვარე მოგეხსენებათ ეს იყო პოეტების შთაგონების წყარო, ეს იყო ღვთაება, ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, სხვა შორის კავკასიურ ხალხებში და განსაკუთრებით ქართველებში, იგივე თქვა მეგრულ ტომებში, თუთა გახლდათ პირველი ღვთაება. ძალიან ბევრი ვარიაციებია, მაგრამ ფაქტად რჩება, რომ ეს მნათობი ადამიანის გონებაზე საკმაოდ ძლავრად მოქმედებდა. როგორც ვარაუდობენ სავსე მთვარის დროს თითქოს მატულობს კრიმინალური ისტორიები, თითქოს ამ დროს მეტი არის ეგრეთ წოდებული ლუნატიზმის, ანუ არამთვარეულობის, არა მოგეხსენებათ, რომ ინგლისურად lunatic ნიშნავს ფსიქიურად დაავადებულს. ასევე სხვათა შორის მთვარე განსაზღვრავს სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების ბიორიტმებსაც. მაგალითად, სავსე მთვარეობისას ხდება მარჯნების გამრავლება, სხვადასხვა ცხოველების მიგრაციის დაწყება ან დამთავრება და ასე შემდეგ. ანუ დიდი როლი უკავია მას ცოცხალი ორგანიზმების ქცევებშიც კი. მთვარე ყოველთვის იყო მეცნიერების შესწავლის საგანი, რაც გამოიგონეს პირველი ასტრონომიული ხელსაწყოები, კერძო ტელესკოპები, სწორედ მთვარეზე ხდებოდა დაკვირვება, ის ყველაზე ახლოს იყო ჩვენთან. მთვარის მიხედვით დაადგინეს სხვათა შორის, რომ პლანეტები მრგვალები არიან, რომლებიც ბევრს არ სჯერა დღემდე, ბევრს არა, რაღაც ნაწილს. რომ დედამიწა ასევე მრგვალია, რომ მთვარე მოქმედებს, დაუკავშირებს მთვარის მოქმედება მიქცევა-მოქცევებს და ასევე მთვარის კალენდრები, მოგეხსენებათ, ეს არის ის კალენდრები, რომლებიც ყველაზე ზუსტია, იმიტომ რომ მთვარე ყოველ 28 დღეში ერთხელ ასრულებს თავის ციკლს, ანუ იბადება, იზრდება, ივსება და შემდეგ იწყებს დაპატარებას, ყდომას და შემდეგ თავიდან იბადება. აი ეს 28 დღიანი ციკლი სწორედ დაედო საფუძვლად კალენდრის, ზუსტი კალენდრის ჩამოყალიბებას და ესეთი კალენდრები ძალიან ბევრს ჰქონდა უკვე შორეულ ისტორიულ წარსულში. ასევე მთვარესთან არის დაკავშირებული ბევრი რელიგიური დღესასწაულები და მოგეხსენებათ აღდგომაც მთვარის კალენდრის მიხედვით ხდება ხოლმე აღდგომის გამოთვლა. წელს ჩვენ გვაქვს ერთი კვირით გვიან ვიდრე კათოლიკებს და პროტესტანტებს, გერმანიაში აღდგომა ამ კვირას იქნება და ასე შემდეგ. მთვარის შესწავლა, რა თქმა უნდა, როგორც კი კოსმოსის ათვისება დაიწყო ადამიანმა, დაიწყო მთვარის შესწავლაც და პირველი აპარატები სწორედ 60-იანი წლების დასაწყისში გაფრინდა მისკენ, გადაუღეს მის უკანა ნაწილს ფოტოები, რომელიც დასწერილი არის როგორც ნაყვავილარი ადამიანის კანი კრატერებით. კრატერებით, იმიტომ რომ მას არ აქვს დაცვა, მას არ აქვს ატმოსფერო, ჩვენ ატმოსფერო გვიცავს იმ მრავალრიცხოვანი 1000 სხეულობით მეტეორისგან, რომელიც ჩვენსკენ მოფრინავს, დიდი ზომისგან მაინც და მაინც ვერ გვიცავს, მაგრამ აი ეს პატარა ზომის მეტეორები, რომლებიც მთვარეს წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ეცემა, წარმოქმნიან იმ პატარა და დიდ და ზოგჯერ გიგანტურ კრატერებს, რომლებითაც დაფარული არის აი ეს ციური სხეული. 1960-70-იანი წლები ერთმანეთს ეჯიბრება ორი ბანაკი, სოციალისტური, კაპიტალისტური. და ამ ჭიდილში ორივე ცდილობს, რომ თავისი უპირატესობა დაამტკიცოს და რა თქმა უნდა, მათი ლიდერები არიან
საბჭოთა კავშირი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები. ჩინეთი ჯერ არ არის ასპარეზზე გამოსული, იმიტომ რომ ჩინეთს თავისი პრობლემები აქვს, ის ყველასთან კონტრაშია, ანუ ვერც საბჭოთა კავშირს იტანს, ვერც ამერიკას იტანს, ვერც ვერავის და არის თავისთვის მოყუჩებული და იქ ხან ბეღურებს ხოცავენ და ხან კოღოებს და ვირთხებს დასდევენ. ამაზე მე მინდა მერე ცალკე ვიდეო გავაკეთო ძალიან საინტერესო ფაქტების მიხედვით. კოსმოსის ათვისების პირველ ეტაპად ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ 1957 წელი, როდესაც ამერიკელმა რადიომოყვარულებმა კოსმოსიდან გაიგონეს ძალიან უცნაური ბიპ აი ესეთი რადიო სიგნალი. შემდეგ ამას ჩაერთვნენ პროფესიონალები და საოცრებო აღმოჩნდა, რომ შორეულ 1957 წელს 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირს გაუშვია ხელოვნური თანამგზავრი. გაუყვანია იგი დედამიწის ორბიტაზე, ეს არის დაახლოებით კალათბურთის ხელა საგანი, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო რადიოგადამცემი, მას ჰქონდა ეს ანტენები უკან და მას ერქვა სპუტნიკ 1. ანუ თანამგზავრი 1 სპუტნიკი რუსულიდან მოიხსენება თითარგმნება როგორც თანამგზავრი. და იმდენად პოპულარული იყო ეს სიტყვა, რომ მისი სახელობის არყები და ტანსაცმელი და რეები აღარ გამოდიოდა, ანუ სუვენირებად იყიდებოდა, მაგრამ ეს იყო საბჭოთა კავშირის გარღვევა, რომელთაც მათ გაასწრეს ამერიკას. და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მუშაობს ისეთი გენიოსი, როგორიც არის ვერნერ ფონ ბრაუნი, მისი წარსული ცოტა ბნელია, იმიტომ რომ იგი ნაცისტურ გერმანიაში გახლდათ SS-ის ოფიცერი და მას ჰქონდა თავისი ლაბორატორია და საწარმო, სადაც საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები მუშაობდნენ და ქმნიდნენ პირველ ბალისტიკურ რაკეტებს, Pfau-1 და Pfau-2. სხვა შორის Pfau-2-მა პირველმა გადაკვეთა კოსმოსის ზღვარი და ისე დაეცა ლონდონის თავზე. მისგან საშველი არ იყო. Pfau-ებისგან მოგეხსენება ძირითადად ლონდონი იბომბებოდა აი ამ ბალისტიკური რაკეტებით და როდესაც დამარცხდა გერმანია ამ ომში, ამერიკელებმა ვერნერ ფონ ბრაუნი და მისი ლაბორატორიის თითქმის ყველა წევრი წაიყვანეს ამერიკაში, შეუქმნეს მათ იდეალური პირობები სამუშაო და ფაქტიურად ბრაუნის გუნდი გახლავთ ამერიკული სარაკეტო ტექნიკის როგორც შემქმნელი, ასევე მისი განმავითარებელი. მაგრამ ესენიც კი ვერ უმკლავდებიან საბჭოთა კავშირი ისეთი გიგანტური ნაბიჯებით გარბის კოსმოსის ათვისებისკენ და ამ ყველაფერს აკეთებს ვინ? სტალინის ლაგერებში, ბანაკებში მყოფი ადამიანების ჯგუფი, სერგეი კოროლიოვის თამადობით და მეთაურობით, რომლებმაც მოიარეს, რომ სტალინის ბანაკები იქ მუშაობდნენ ეგრეთ წოდებულ შარაშკებს ეძახდნენ ერთგვარ ლაბორატორიებს, სადაც პატიმრები მუშაობდნენ, ესეთი ჭკვიანი პატიმრები, რომლებსაც რაღაცის შექმნა შეეძლო და შარაშკები ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიარა და ეს იყო თავის გადარჩენის ერთ-ერთი პირობა და ბევრი კარგი მეცნიერი გადარჩა. 1957 წლის, ანუ იმავე წლის 5 ნოემბერს, ანუ ერთ თვეში, საბჭოთა კავშირი უშვებს კიდევ ერთ თანამგზავრს და შიგნით ზის ცოცხალი არსება, ძაღლი, სახელად ლაიკა. და აი ეს ის პერიოდია, როდესაც ყველა არქმევს ძაღლებს სახელად ლაიკას და 10 ძაღლიდან 9 ლაიკა ქვია და სხვა შორის დედაჩემსაც ყავდა ძაღლი უჯიშო, რაღაცა სხვა შორის ლაიკაც უჯიშო იყო, რომელსაც ასევე ლაიკა ერქვა. ლაიკა პირველი ცოცხალი არსებაა, რომელმაც დატოვა დედამიწა და კოსმოსში აიჭრა. სამწუხაროდ ლაიკას ბედი ტრაგიკული გამოდგა, იგი არც იყო მისი უკან დაბრუნება გათვალისწინებული, იგი დღემდე სადღაცა კოსმოსში მოძრაობს, თუ არ ჩამოვარდა ის თანამგზავრი დედამიწის მიზიდულობით, არ ვიცი, ვერ გეტყვით ზუსტად. მის საპატივცემულოდ გამოდის სიგარეტი ლაიკა, რომელიც არის პირველი ფილტრიანი სიგარეტი და როგორც ამბობენ, მე ის არ მომსწრებია, ამბობენ კატასტროფა იყო, როგორც ყველა საბჭოთა სიგარეტი. 1960 წელს საბჭოთა კავშირი უშვებს 2 ძაღლს კოსმოსში, ესენი არიან სტრელკა და ბელკა, რომლებმაც ძალიან კარგად მოიარეს კოსმოსი, ჩამოვიდნენ, დაბრუნდნენ დედამიწაზე, მათ 2 დღე იფრინეს. სტრელკამ შემდეგ გააჩინა 7 ჯანმრთელი ლეკვი და აქედან ერთ-ერთი ლეკვი კენედის აჩუქეს, ამერიკის პრეზიდენტს. ამერიკა რა თქმა უნდა გულზე ხელით დაკრეფილი არ ზის, ისიც რაღაცებს ფაფხურობს, მაგრამ ასეთი ერთმანეთზე ასე მიჯრილად მიყოლებული წარმატებები მას არ აქვს. ისეთი განსაკუთრებული არაფერი თუ რამეს აკეთებს საბჭოთა კავშირის წამხედურობით და ეს რომ სპუტნიკს გაუშვებს, ისიც თანამგზავრს გაუშვებს, რაღაცას დაარქმევს, დიდი არაფერი. და დგება 1961 წელი
12 აპრილი და მსოფლიოს მოედება ცნობა, რომ კოსმოსში პირველი ადამიანი გავიდა. ეს გახლავთ იური გაგარინი, ახალგაზრდა ლეიტენანტი, მფრინავი, რომელიც შემდეგ საკმაოდ დიდ ვითარებაში დაიღუპა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში. ამერიკა გრძნობს, რომ ძალიან ჩამორჩა. თუმცა ორ თვეში ისინიც უშვებენ თავიანთ კოსმონავტს, მაგრამ ეს უკვე მეორე ადგილია, პირველი ადგილი არ არის. გაგარინი ეშვება 1.5-ჯერ დაარტყამს წრეს დედამიწას და ყაზახეთის სტეპებში ეშვება. ამის შემდეგ იგი მოივლის მთელ მსოფლიოს და მთელ მსოფლიოში მას ხვდებიან როგორც გმირს. იმავე წლის 15 აპრილს პრეზიდენტი კენედი გამწარებული ამ საერთო კავშირის წარმატებებით კოსმოსში აცხადებს, რომ 1970 წლამდე ამერიკა ნამდვილად გაუშვებს თავის ადამიანს კოსმოსში, კი არა და დასვამს მთვარეს. და ამ დღიდან იწყება მთვარის რბოლა, შეიძლება ითქვა შეჯიბრი. დაუნდობელი შეჯიბრია. ამასობაში რუსები უშვებენ პირველ ქალს კოსმოსში, ვალენტინა ტერეშკოვას. ავიხმები ამბობენ, რომ 2 დღე რეცხავდენო შემდეგ ტერეშკოვას შიშისგან ისეთი რაღაცები მოუვიდა კოსმოსში და მithunezi ჩაჭეტილი პატარა კაბინები იყო მაშინ, არ იყო ეს ფარტეროზე დაცურავენ ხა აი ამ სადგურებში ასე არ იყო. შემდეგ ლეონოვი, რომელიც პირველი გავიდა ღია კოსმოსში, ხდება რა თქმა უნდა ცუდი ამბებიც, ისეთი როგორც მაგალითად ვლადიმერ კომაროვის ამბავი, დაშვებისას დაიწვა და სხვა შორის მის სახელობის ფიზიკური და მათემატიკური სკოლა არის, დღემდე მე მგონი კომაროვის სახელი ქვია თბილისში. თვარის პროგრამის ფარგლებში 1967 წელს ამერიკელები ქმნიან პირველ მისიას, რომელსაც აპოლონ 1 დაარქვეს და ეს მისია სანამ გაფრინდება კოსმოსში, მანამდე დედამიწაზე ხდება ძრავების გამოცდა. და ამ ძრავების გამოცდის დროს კოსმონავტები შედან კაფსულაში, რომელიც შემდეგ უკვე უნდა გაფრინდეს. და ჩნდება ხანძარი. სამივე კოსმონავტი იღუპება. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა მთვარის პროგრამის სადმი და საერთოდ წკიბზე იყო იქ სენატში და კონგრესში მიდიოდა ჭობა საერთოდ ღირდა თუ არა ამ პროგრამის გაგრძელება, მაგრამ ვერნერ ფონ ბრაუნს ენდენ, რომელმაც თქვა, რომ მაცალეთ ცოტა ხანი და მე ამ პროგრამას ისე გავაკეთებ, რომ ამერიკელები დადგამენ ფეხს მთვარეზე. 1968 წელს მსოფლიო გაოგნებული უყურებს და ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, როგორც წდება ვერნერ ფონ ბრაუნის მიერ შექმნილი გიგანტური რაკეტა სატურნ 5 დედამიწის მიზიდულობას და რაკეტა მიფრინავს უпроსორად ხომალდი, რაკეტას გაყავს ხომალდი ორბიტაზე და აქედან ორბიტიდან უკვე ხომალდი მიფრინავს მთვარისკენ. 24 დეკემბერს ღამით მთვარეს მიახლოებული ხომალდიდან პირდაპირ ეთერში, პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაცია მიდის, რომელსაც უყურებს 2 მილიარდი ადამიანი დედამიწაზე, საბჭოთა კავშირის და სხვა სოციალისტური ქვეყნების გარდა, საიდანაც ასტრონავტები შობის დადგომას ულოცავენ დედამიწას. ეს კოსმოსური ხომალდი უახლოვდება მთვარეს, მის ორბიტაზე გადის, 10-ჯერ დაარტყამს წრეს 100 კილომეტრის სიმაღლიდან, გადაუღებენ მთვარის ყველა წერტილს ძალიან მაღალი გარჩევადობის ფოტოებს და ძალიან ძვირფასი მასალებით ბრუნდებიან უკან. და ერთ-ერთი ფოტო არის უნიკალური ფოტო, რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარული ფოტოა, რომელიც გადაუღიათ კოსმოსში. ეს არის მთვარის ჰორიზონტზე ამომავალი ლურჯი პლანეტა დედამიწა. და ეს ფოტო ჩვენ გვაჩვენებს თუ რამდენად მყიფე არის ეს ცისფერი პლანეტა, რომელიც კოსმოსში არის ჩაკარგული და რა იდიოტობები ხდება მასზე, როგორ არ ვაფასებთ ჩვენ იმას, რაც გვაქვს და როგორი ადვილი არის მისი მოსპობა, მასზე სიცოცხლის მოსპობა. 1969 წლის 16 ივლისს ფლორიდაში კენედის კოსმოსური ცენტრიდან კვლავ ფრინდება სატურნ 5 და მას თან 3 მამაცი ასტრონავტი, რომელთა სახელებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, 39 წლის ბაზ ოლდრინი, 37 წლის ნილ არმსტრონგი და 38 წლის მაიკლ კოლინზი მიყავს მთვარისკენ. თვითონ რაკეტა, რომელზეც ხომალდია დამაგრებული, ანუ ძრავი, შედგება 3 ნაწილისგან, 3 საფეხურისგან. პირველ საფეხურს ხომალდი გაყავს 75 კილომეტრის სიმაღლეზე, მეორე საფეხურს გაყავს 175 კილომეტრის სიმაღლეზე და უკვე მესამე საფეხურით ხომალდი გადის დედამიწის ორბიტაზე, დაარტყამს მას წრეს და აი როგორც შურდული დედამიწის გრავიტაციის ძალით და პლუს ამ მესამე საფეხურის კიდევ ერთხელ ჩართვის ხარჯზე
წყდება დედამიწის მიზიდულობას და მიდის მთვარისკენ. და ეს არის საოცრება, იმიტომ რომ ბაზ ოლდრინი, ნილ არმსტრონგი და მაიკლ კოლინზი მზად არიან რომ ფეხი დადგან მთვარეზე. ხომალდი შედგება ორი მოდულისგან, ეს არის სამეთაურო კოლამბია და მასზე მიერთებული მთვარეზე დასაშვები პატარა მოდული, რომელსაც ქვია Eagle, ანუ არწივი. გზა მთვარისკენ გრძელდება 3 დღის განმავლობაში და 19 ივლისს კოლამბია უკვე მთვარის ბნელ მხარეს ექცევა და სამუხრუჭე ძრავებს რთავს. და ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი გადადიან კოლამბიიდან დასაშვებ მოდულში, ანუ არწივში. Eagle კოლუმბიას სცილდება და იწყებს მთვარის ზედაპირზე დაშვებას. ეს დაშვება საკმაოდ სწრაფია 6000 კმ/სთ-ში. და წარმოიდგინეთ ამ სიცრაფით რომ მთვარეზე დაჯდე კი არა დაენარცხები, ხო? და არაფერი არ დარჩება შენგან. ამიტომ ირთვება ძალიან ძლიერი სამუხრუჭე ძრავები და ნელ-ნელა აგდებს სიჩქარეს მოდული. უახლოვდება იმ ადგილს, სადაც უნდა დაჯდეს და ამ დროს ნილ არმსტრონგი ხედავს, რომ ქვემოთ არის უზარმაზარი ლოდები. ანუ იმ ლოდებზე რომ დასვა შენ ეს აპარატი, ის აყირავდება და შემდეგ უკვე ვეღარ აფრინდები, ხო იქედან. ამიტომ მას და ბაზ ოლდრინს ხელის მართვით გადაყავთ ცოტა მოშორებით. ამ დროს ხარჯავენ საკმაოდ დიდი რაოდენობით საწვავს, მაგრამ ეს აუცილებელია და სვამენ მოსწორებულ ადგილას. კაბინაში ლურჯი ნატურა ინთება და ეს იმას ნიშნავს, რომ მთვარის 4,5 მილიარდიან ისტორიაში პირველად მასზე ცოცხალი არსება დაჯდა. და ეს პირველი ცოცხალი არსება ადამიანია. არმსტრონგი გადასცემს დედამიწაზე შემდეგ ცნობას ჰიუსტონ, ანუ სამეთაურო ჯგუფი. სიმშვიდის კრატერში ვართ, არწივი დაჯდა. ნახევარი საათის შემდეგ ოჩოფეხებზე შემდგარი ეს არწივის კარები იღება და იქედან არმსტრონგი გამოდის. იგი კიბით ნელ-ნელა ეშვება მთვარის ზედაპირზე და სანამ მას შეეხება და სანამ ჩამოხტება კიბის ბოლო საფეხურიდან, ამბობს ისტორიულ სიტყვებს. ანუ იმ საკულტო ფრაზას, რომელიც დღეს ალბათ ყველა მიცის. That's one small step for a man and giant leap for mankind. ანუ ქართულად ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის. აქ ერთი საინტერესო დეტალია, ამაზე აუცილებლად უნდა მოგითხროთ, გრამატიკულ შეცდომაზე არ არის უფრო საუბარი. არმსტრონგი ამბობდა, რომ მე ვთქვიო a man. ანუ არტიკლი a ნიშნავს მენთან ერთად, ნიშნავს რომ ერთ ინდივიდზე ალაპარაკი, ანუ ეს არის ერთი ადამიანის ნაბიჯი, ანუ და თუ ამ არტიკლს მოვაცილებდა უბრალოდ men's დავტოვეთ, მაშინ გამოდის რომ კაცობრიობა ისიც. ანუ ორჯერ ამბობს თითქოს კაცობრიობას. არ მithქვამს, მე ვთქვიო, მაგრამ არის მისო, ცუდი ჩანაწერი რადგან არის მისო და სხვაჯერ ამ ბოლო დროს უკვე თანამედროვე ტექნიკის საშუალებით გაიშიფრა ეს გადმოცემა, ეს ლეგენდარული სიტყვები და მართლაც აღმოჩნდა, რომ გაპარული არის ჩაკარგული არის უпроსორად აი იმ სიხშირეებში, რომლის დროსაც მოხდა აი ამის გადმოცემა. ნილის შემდეგ ჩამოდის ბაზ ოლდრინი, ისინი დაახლოებით 2 საათნახევარს ატარებენ უშუალოდ მთვარის ზედაპირზე, ანუ ხომალდის გარეთ, აღმართავენ დროშას, გადაიღებენ ფოტოებს, დადებენ მემორიალურ დაფას, რომელზეც წერია, რომ აქ ადამიანებმა პლანეტა დედამიწიდან პირველად დადგეს ფეხი მთვარეზე. 1969 წლის ივლისი ჩვენ მოვედით მშვიდობით მთელი კაცობრიობისთვის. და სატელეფონო პირდაპირ ზარს ახორციელებენ პრეზიდენტ ნიქსონთან. სამეცნიერო ექსპერიმენტებიდან აღსანიშნავია, რომ მათ დააყენეს სეისმომეტრი მთვარეზე, რომელიც ავტომატურად გადმოცემდა მთვარის იმიწიძვრას კი არა, მთვარის ზურებს წლების განმავლობაში, იმიტომ რომ იგი მზის ბატარეებზე მუშაობდა. მათ დააყენეს ასევე ლაზერული ამრეკლი, რომლის საშუალებითაც ზუსტად განისაზღვრა მთვარიდან დედამიწამდე მანძილი და მზის ქარის შემადგენლობის ექსპერიმენტი ჩაატარეს, მათ გაშალეს სპეციალური ალუმინის ფოლგა და მზის ნაწილაკები დაიჭირეს ამ ფოლგის საშუალებით.
გეოლოგიური სამუშაოებიდან აღსანიშნავია ის, რომ მათ შეაგროვეს დაახლოებით 22 კილოგრამამდე მთვარის გრუნტი, რომელიც დედამიწაზე ჩამოიტანეს. და სხვა შორის საინტერესო მომენტი მოხდა, როგორც კი ნილ ამსტრონგი ჩამოვიდა, ფეხი დადგა მთვარეზე, მან მუჭით აიღო მთვარის მტვერი და ჩაიყარა ჯიბეში. ესო იმ შემთხვევისთვისო, რომ თქვათ რაღაცა ცუდად წასულიყო და ჩვენ სასწრაფოდ დაგვჭირებოდა უკან დაბრუნება, რომ ეს ქონოდა ნიმუშად, რომ აი მართლა ვიყავით ჩვენ მთვარეზე და მართლა წამოვიღე რაღაცა. რა თქმა უნდა, დოკუმენტირებული ნიმუშები იყო ის, რომ მათ სხვადასხვა იარაღებით ამოიღეს ცოტა სიღრმიდან რეგალიტი, ეგრეთ წოდებული რეგალიტი, ეს გახლავთ მთვარის ძირითადი შემადგენელი ქანი და ყველაფერი დატოვეს შემდეგ მთვარეზე, იმიტომ რომ არწივში დარჩენილი არის ძალიან ცოტა საწვავი, 25 წამის საწვავია სულ დარჩენილი, ამიტომ იგი მაქსიმალურად მჩატე უნდა იყოს. მათ გადაყარეს ყველანაირი იარაღები, თავიანთი ცხოველქმედების პროდუქტები და ამაზე მე ცალკე მოგიყვებით ძალიან საინტერესო რაღაცებს. ამიტომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ჩასხდნენ იგლში და აფრინდნენ. აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ბაზ ოლდრინმა შემთხვევით სრულიად გატეხა ძრავის ჩამრთველი ღილაკი თავისი ზურგჩანთით. უხერხულად მოიქნია რაღაცა და ეს თავიდან აიცილეს ეს დეფექტი იმით, რომ ფლომასტერი ჩაარჭეს აი ამ სახელურის მაგივრად და აი ესეთი ფლომასტერით აფრინდნენ მთვარის ზედაპირიდან. მთვარის მოდული გაიყო ორ ნაწილად, ქვედა ნაწილი დარჩა სასტარტო მაგიდად, ქვემოთ, ხოლო ეს პატარა ნაწილი, რომელშიც ასტრონავტები ისხდნენ, აფრინდა ზემოთ და შეუპირაპირდა კოლუმბიას. და უკვე აქედან ასტრონავტები გადავიდნენ ძირითად მოდულში. იგლი მოიცილეს და მთვარის ორბიტაზე დატოვეს. დედამიწაზე დასაბრუნებლად ასტრონავტებმა კვლავ ჩართეს ძრავები, დაუმიზნეს დედამიწას და გაფრინდნენ დედამიწისკენ. კაფსულა ძალიან დიდი სისწრაფით შეიჭრა დედამიწის ატმოსფერულ შრეებში, აქ მან დამუხრჭება განიცადა, რა თქმა უნდა და მისი გარსი გავარვარდა 2500 გრადუსამდე. ამის შემდეგ უკვე გაიშალა ეს გიგანტური 3 პარაშუტი, რომლებმაც უზრუნველყვეს აპარატის დაშვება ოკეანეზე. საბჭოთა აპარატები ყოველთვის და რუსული აპარატები დღეს ეშვებიან ხმელეთზე, ეს იყო ძირითადად ყაზახეთის სტეპები, ხოლო უკლებლივ ყველა ამერიკული და ევროპული კოსმოსური ხომალდი ეშვება ოკეანეში. ძალიან საინტერესოა. ასე დასრულდა 8 დღიანი ეპიკური მოგზაურობა, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მთვარის ამ პირველმა მისიამ ფაქტიურად წერტილი დაუსვა საბჭოთა კავშირის მთვარის პროგრამას. ამის შემდეგ ამერიკელები რომ გაიჭრნენ კოსმოსურ ბოლაში წინ, უკვე კარგა მაგრა ჩამოიტოვეს საბჭოთა კავშირი უკან. ძალიან საინტერესო იყო აპოლო 13-ის ექსპედიცია, როდესაც ბეწვზე გადარჩნენ ასტრონავტები და ამის შესახებ ძალიან კარგი ფილმი არის გადაღებული, ტომ ჰენქსი თამაშობს აპოლო 13, ასე ქვია ფილმს. 1972 წელს სრულიად შეწყდა პროგრამა, იმიტომ რომ მიზანი მიღწეული იყო საბჭოთა კავშირი დაამარცხეს. NASA-ს ეს პროგრამა ძალიან ძვირი უჯდებოდა, 8 მისია შესრულდა, 12 ადამიანმა დადგა ფეხი მთვარეზე და ამავე დროს პარალელურად ამერიკა ეწეოდა მოგეხსენებათ ვიეტნამში აი ამ სამარცხვინო ომს და იქაც ძალიან ბევრი ფული იხარჯებოდა და ამდენად გაჩერდა ეს პროგრამა. 80-იან წლებში უკვე დაიწყო ეგრეთ წოდებული მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების პროგრამა, ჩელენჯერი, კოლუმბია და ასე შემდეგ და ისიც 1986 წელს ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე, ანუ იმის მერე 40 წელი გავიდა. საოცრება, სადაც პირდაპირ ეთერში გვაჩვენეს თუ როგორ აფეთქდა ჩელენჯერი და როგორ დაიღუპა ჩვენს თვალწინ 7 მამაცი ასტრონავტი. ამას ყველაფერს უყურებდნენ არა მხოლოდ პირდაპირ ეთერში მთელი კაცობრიობა, არამედ მათი ახლობლებიც, რომლებიც იმ ადგილას და მოგხსენებათ ამერიკაში ეს მიღებული პრაქტიკაა, ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება ცოცხლად, თითქოს აღარ თეატრი იყოს, რაკეტის გაშვებას, ხომალდის კოსმოსში გაფრენას და მშობლებმა, ცოლებმა, შვილებმა უყურეს თუ როგორ გაიფანტა მათი ახლობლების სხეული ოკეანის თავზე. ამერიკაში გარდა NASA-სი დღეს უკვე რამდენიმე სხვა
პროგრამაც სრულდება, რომლებიც კერძო პირებს ეკუთვნით, ასეთია მაგალითად ილონ მასკის პროგრამა, ასეთია ჯეფ ბეზოსის, ამაზონის მფლობელის პროგრამა. ძალიან ძლიერები არიან დღეს კოსმოსურ რბოლაში ჩინელები, ინდოელები, რომლებმაც სხვადასხვა პირველივე გასროლით მარსზე დასვეს თავიანთი ძალიან იაფიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური აპარატი და აქ რა თქმა უნდა მოჩანჩალებს რუსეთი, რომელსაც სრულიად არანაირი რესურსი აღარ აქვს, ამასინათ მათ მოგხსენებათ Starlink-ი გათიშულია და ჯარისკაცებს, რუს ჯარისკაცებს, ოკუპანტებს უბრალოდ ძალიან სჭირდება კავშირისთვის Starlink-ი, ამიტომ რუსებმა სასწრაფოდ გაუშვეს თავიანთი რაღაცა Starlink-ის მსგავსი თანამგზავრები, რამდენიმე 12 თუ 13 მე მგონი და დღეს მოვიდა ცნობა, რომ ისინი ვერავიდნენ იმ სიმაღლეზე, სადაც დედამიწის მიზიდულობა გადააჭარბებდა ორბიტაზე გასვლის და ტრიალის მიზიდულობას და ამიტომ ახლო მომავალში ისინი როგორც კუხე ვაშლები თუ გადამწიფებული ვაშლები ჩამოწვიდებიან დედამიწაზე. მაგრამ საშიში არ არის, პატარა თანამგზავრებია და ატმოსფეროშივე დაიწვევიან. ამერიკელები ყოველთვის თავიანთ მისიებს გადასცემდნენ ხოლმე პირდაპირ ეთერში და ამას ყველა უყურებდა და ყველა ხედავდა მათ წარმატებას და წარუმატებლობას. საბჭოთა კავშირი ყოველთვის 2 დღის დაგვიანებით აცხადებდა ამ ამბავს, იმიტომ რომ ვაი და რაღაცა მომხდარიყო და საბჭოთა კავშირი როგორ შეიძლება რამე მომხდარიყო, ცუდია რა, ყველაფერი კარგად უნდა დამთავრებულიყო. 1974 წელს ხდება ძალიან საინტერესო მოვლენა კოსმოსის ისტორიაში. ანუ ორი საწინააღმდეგო, ორი საპირისპირო მხარე, საბჭოთა კავშირიც ერთის მხრივ და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები, ხომალდები კოსმოსში უპირაპირდებიან ერთმანეთს, უერთდებიან ერთმანეთს და ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ართმევენ ხელს და ეს იყო ეგრეთ წოდებული საიუზ აპოლონის პროგრამა, ამის საპატივცემულოდ გამოვიდა სიგარეტი საიუზ აპოლონი, რომელიც ჩემი პირველი სიგარეტი იყო ცხოვრებაში, რომელიც მე მოვწიე და იგი იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ ფილიპ მორისი უშვებდა. და გადის 53 წელი იმ დღიდან, რაც ბოლო ადამიანმა ფეხი დადგა მთვარეზე. მე ეს მახსოვს. მე უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი და უკვე ძალიან მაინტერესებდა ეს თემები, რაც ყველაფერი, რაც კოსმოსს ეხებოდა. ზოგადად მე ბუნებაში აწყდება ყველაფერი მაინტერესებს და ამიტომ არ გაგიკვირდეთ რომ და როგორც გითხარით 53 წლის მერე განახლდა მთვარის პროგრამა. რა მისია აკისრიათ ასტრონავტებს, რომლებმაც არტემის 2-ის მისიის ფარგლებში და ხომალდ ორიონის საშუალებით უკვე გადაკვეთეს დედამიწის გრავიტაციული, ანუ მიზიდულობის ძალა და გათავისუფლდნენ მისგან და მთვარის მიზიდულობის წრისკენ მიდიან. ასეთი ფრენა, როგორც ახლა ხორციელდება, ჯერ არ ყოფილა. ნახოთ თუ როგორი ტრაექტორიით მოძრაობს კოსმოსური ხომალდი ორიონი, რომელიც წაგრძელებულ ორბიტაზე ძალიან მძლავრმა, ზემძლავრმა რაკეტამ გაიყვანა. აპოლოს მისიების დროს ასტრონავტები მთვარის მახლობელ ორბიტაზე გადიოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოდიოდნენ დედამიწისკენ. ამჯერად NASA-მ გადაწყვიტა, რომ თავი დაეზღვია და თვით მთვარის გრავიტაციას მიანდეს ორიონის დედამიწისკენ გამოსროლა. ანუ ისინი არ ენდობიან ბოლომდე ძრავებს. იმიტომ რომ შეიძლება ძრავი, მექანიკაა და შეიძლება გააფუჭდეს, ხო? მაგრამ მთვარის მიზიდულობას რა გააფუჭებს, რომელიც უკვე 4 მილიარდ ნახევარი წელია მუშაობს და ძალიან წარმატებითაც. ანუ ხომალდი გაიფრენს მთვარესთან ახლოს, იგი მიუახლოვდება მას, დაარტყამს წრეს, მაგრამ დაარტყამს ძალიან შორიდან. თუ აქამდე მთვარესთან 100 კილომეტრის დაშორებით ურტყამდნენ წრეს აპარატები, ანუ ის აპარატები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ აპოლოს მისიის, ამ შემთხვევაში ორიონი გასცდება მთვარეს დაახლოებით 8000 კილომეტრით და ეს იქნება ეს წერტილი, ის 8000 კილომეტრიანი წერტილი იქნება ყველაზე შორი ადგილი დედამიწიდან, სადაც ადამიანი იმყოფებოდა. შემდეგ წამოვა მთვარისკენ და მთვარის გრავიტაცია მას როგორც შურდული, ესე გამოისვრის, როგორც შურდულიდან ქვას, ისე გამოისვრის დედამიწისკენ. ისე რომ არც კი დაეხარჯება ხომალდს არანაირი საწვავი. ჯერჯერობით არ ვიცით თუ რა ელის შემდგომ მისიას, ანუ არტემის 3-ს, რომელიც ამის შემდეგ უნდა განხორციელდეს, მე არტემის 2-ს კიდე დავუბრუნდები ცოტა ხანში და საბოლოოდ არტემის 4-ს, რომელმაც უკვე უნდა დასვას ადამიანი მთვარეზე. რაშია საქმე? არტემის 3-ის შემთხვევაში მას მთვარის ორბიტაზე უნდა დახვდეს 2-დან ერთ-ერთი, ან
ილონ მასკის spaceship-ი ან ჯეფ ბეზოსის Blue Moon-ი. პესიმისტები ამბობენ, რომ ასეთი აპარატები ჯერ მზად არ არის და ამიტომ დაემშვიდობეთ ამ ამბავსო, მაგრამ ოპტიმისტები ამბობენ, რომ ესეც განხორციელდება და არტემის 4-იც, რომელიც უშუალოდ დასვამს კოსმონავტებს მთვარეზე და შემდეგ იქედან წამოიყვანს სახლში. როგორც გითხარით, ორიონი უკვე გავიდა დედამიწის მიზიდულობის ზონიდან და აქ იმალება ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ზოგადად პლანეტთა შორის მოგზაურობებს და მისიებს ემუქრება. ეს გახლავთ რადიაცია, მზის რადიაცია. მე არაერთხელ მithქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რას წარმოადგენს დედამიწის დამცავი ზონა. ეს არის მის ბირთვში მოძრავი რკინისა და ნიკელის ბურთი, რომელიც წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც ამოდიან პოლუსებიდან და დედამიწის ირგვლივ ქმნიან ესეთ ელექტრომაგნიტურ ფარს, რომელსაც მზის გამოსხივება ვერაფერს აკლებს. მზიდან წამოსული აჩქარებული პროტონები აი ამ ნაწილს ვერ ლახავენ. თუ ძალიან ძლიერი არის მათი ნაკადი, მაშინ ჩნდება აი აქ და აქ ციალი, ანუ ეს პროტონები მოდიან აი ეგეთ ხარეს და აღაგზნებენ ხოლმე აქ ატმოსფეროში სხვადასხვა მოლეკულებს, ეს არის აზოტი, ჟანგბადი, წყალბადი და ასე შემდეგ, ძირითადად ჟანგბადის და აზოტისას. და თუ ეს ძალიან ძლიერი დარტყმარი, მაშინ ეს ჩრდილოეთის ციალი შეიძლება უფრო სამხრეთითაც ჩანდეს და ასეთი რამ შარშანაც იყო საქართველოში რაჭაში გამოჩნდა ჩრდილოეთის ციალი, ჩვენთან ერთი თვის წინ გამოჩნდა ჰამბურგში, მაგრამ ჩვენ მაინც დაცულები ვართ. რომ არა, აი ეს ელექტრომაგნიტური ფარი დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. აქ იქნებოდა რადიაციული უდაბნო. და როგორც კი გასცდება კოსმოსური ხომალდი აი ამ ნაწილს დედამიწისას და აი აქ აღმოჩნდება, მასზე უკვე თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოქმედებს მზის რადიაცია და ეს რადიაციული დასხივება არის მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ ძალიან საშიში ჯანმრთელობისთვის. როგორ უნდა დაიცვა თავი? მეტნაკლებად იმით, რომ ცოტა უფრო სქელი გარსი გააკეთო, მაგრამ სქელი გარსის გაკეთება წონაში ზრდის ხომალდს. ანუ რაკეტამ, რომელმაც ხომალდი უნდა გაიყვანოს ორბიტაზე და შემდეგ გააცილოს დედამიწის მიზიდულობას, უნდა იყოს გიგანტური. და მაინც და მაინც ეფექტური არ არის. აი წყლის ფენა რო იყოს, თქვა, აი წარმოიდგინეთ ორკედლიანი რომ იყოს აი ეს გარსი. და შიგნით წყალი ესხას დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის სისქეზე, რამხელ აპარატში. აი ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არ გაამეოთხედოს დაახლოებით აი ეს გამოსხივება, ანუ დაიჭიროს ამ წყალმა, მაგრამ ისედაც მძიმეა ეს აპარატი, ისედაც გიგანტურ რაკეტას აყავს იგი კოსმოსში და ეხლა წარმოიდგინეთ ის რომ კიდე წყლით გაავსო, შე რა იქნება. ანუ მას დაშირდება ორჯერ უფრო დიდი რაკეტა ვიდრე ახლა. ანუ ეს პრობლემა გადასაწყვეტია, ოდესმე ალბათ გადაწყდება რაღაცას გამოიგონებენ ისეც, რომელიც დაიცავს კოსმონავტებს მზის რადიაციისგან, ახლა კი უნდა ვენდოთ ბედს და უნდა ვილოცოთ, რომ მზეზე არ მოხდეს ძლიერი რამე აფეთქება. აი ძლიერი აფეთქება თუ მოხდა, როგორც თქვა, იყო შარშან, ორჯერ იყო მანამდე ერთი, ორჯერ იყო კიდე, ეხლა აქტიური წელიწადია მზის, ხო, იგი აქტიურ ფაზაშია. აი ამ შემთხვევაში კოსმონავტების საქმე მანდ-მაინც კარგად არ წავა. მიუხედავად ამისა, 21 საუკუნეში აი ამ პლანეტების ათვისება უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ და განსაკუთრებით თუ არის, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თუ სხვა პლანეტებზე გვსურს მოგზაურობა, მათი დათვალიერება, იქ რაღაცეების შექმნა, ჩვენ თვარე აუცილებლად გვჭირდება. ეს არის ბუნებრივი ბაზა, სადაც ჩვენ შეგვიძლია საწვავის მოპოვება. და ეს საწვავი მოიპოვება საიდან? წყლიდან. აღმოჩნდა, რომ თვარეზე პოლუსებზე, კერძოდ, არის წყლის ყინულის ძალიან დიდი მარაგი. წყლის დაშლის შედეგად და ამის დაშლა ძალიან ადვილად შეგიძლიათ თქვენ თვითონაც, თუ არ გიჩვენებთ გააკეთოთ, ცოტა მარილიან წყალში ჩაუშვებთ ორ სადენს და ჩართავთ დენს და ინახავთ, რომ ბუშტუკები ამოდის. ეს გახლავთ წყლის დაშლა ჟანგბადად და წყალბადად. არ გიჩვენებთ ამის გაკეთება საშიშია. აი ამ წყლის დაშლა შეიძლება იქ ძალიან თავისუფლად, იმიტომ რომ გამოიყენებ მზის ბატარეებს და პოლუსებზე მზის ბატარეების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ იქ მუდმივად არის მზე და მუდმივად გექნებათ ელექტროენერგია, დაშლით წყალს, წყალბადად და ჟანგბადად, ჟანგბადს გამოიყენებთ
სასუნთქად წყალბად გამოიყენებთ საწვავად და აქედან უკვე სხვა პლანეტებისკენ გაფრენა გაცილებით ადვილია ვიდრე დედამიწიდან. რატომ? იმიტომ რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა 7-ჯერ უფრო დიდია და ძლიერია ვიდრე მთვარის. იმიტომ რომ ზომებში არის განსხვავება. რაც უფრო დიდია საგანი, მით უფრო დიდია მისი მიზიდულობის ძალა. და იმ მთვარიდან აფრენა შეიძლება უკვე 7-ჯერ უფრო ნაკლები ენერგიის გამოყენებით. ასევე ამბობენ, რომ მის ქანებში არის დიდი რაოდენობით ჰელიუმ-3. ეს ფლად ბოლომდე დამტკიცებული არ არის. დედამიწაზე ჰელიუმ-3-ის, ანუ ჰელიუმის ამ იზოტოპის რაოდენობა ძალიან მცირეა, სულ ამბობენ, რომ არის 1000 ტონაო, ხოლო მთვარეზე 1.200.000-დან 1.500.000 ტონამდე იქნებაო. ჰელიუმის ეს იზოტოპი რით არის გამორჩეული? 1 ტონა ჰელიუმის იზოტოპი მიერ გამომუშავებული ენერგია ეკვივალენტურია 50 მილიონი ტონა ნავთობის ენერგიისა. მართლაც კოლოსალური ციფრია. ამიტომ თუ მთვარეზე რაღაც დასახლებები გაკეთდა, ან თუ თქვა რობოტები დავასახლეთ, რომლებიც მოიპოვებენ ამ ჰელიუმ-3, შემდეგ გადაამუშავებენ საწვავად, იქნება რაღაცა საწარმოები, რომლებიც მაგალითად დედამიწისთვის საშიშია, იმიტომ რომ ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ, აი ხელოვნური ინტელექტის და რობოტების საშუალებით მომავალში თავისუფლად შეიძლება იქ მთვარეც მოვსპოთ. მთვარე ისედაც მკვდარია, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო დავამატოთ ზემოდან, ანუ ის მომშხამავი ნივთიერებები, რომლებიც დედამიწისთვის მართლაც საშიში იქნება, იქ ვაწარმოოთ. ასევე არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია მთვარეზე მოხდეს დატა ცენტრების, ანუ მონაცემთა ცენტრების ბაზების გაკეთება, მოგეხსენებათ ეს ცენტრები ძალიან დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავენ და ასევე გამოიმუშავებენ და აქედან გამომდინარე მათ მუდმივად ჭირდებათ გაგრილება. მთვარეზე კი გაგრილების პრობლემა არ დგას ენერგიის მიწოდების პრობლემა, იმიტომ რომ აქ მზე მუდმივად ანათებს, აგრублიანი ამინდები არ იცის და მზის ბატარეების საშუალებით ამ დატა ცენტრების ამუშავება თავისუფლად შესაძლებელია. მართალია გადმოცემის ხარისხი ცოტა ნაკლები იქნება, ესეც დაიხვეწება შემდეგ. ანუ ცოტა მეტი დრო დაჭირდება თქვათ თქვენს გროკს ან Gemini-ს რომ გიპასუხოთ რაღაცაზე, მაგრამ ესეც გადაწყდება საბოლოოდ. მაგრამ მთვარეს ერთი მინუსი აქვს. მასზე დიდი რაოდენობით არის მტვერი. მტვერი, რომელიც მიკროსკოპში რომ ნახოთ, წარმოადგენს დანაყილ მინას. რომელიც ძალიან წვრილია და რომელიც მოძრავ მექანიზმში თუ შევიდა, დედასტირობს იქაურობას, ანუ აფუჭებს მომენტალურად. ამიტომ ამ მტვერისგან თავდაცვა უნდა მოხდეს. ეს ერთ-ერთი პრობლემა არის მთვარის და რა თქმა უნდა მზის რადიაცია, რომლისგანაც მთვარე დაცული არ არის, იმიტომ რომ მას არ აქვს ატმოსფერო, ისე როგორც ჩვენ და არ აქვს ფარი, ეს ელექტრომაგნიტური ფარი. ახლა ეს ყველაფერი რაც მე მოყვები, ესეთ ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას უფრო გავს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ, რასაც ჩვენ დღეს უყურებთ და ვხედავთ, 20 და 25 წლის წინ მართლაც ფანტასტიკის ჟანრიდან იყო, ასე რომ არაფერი არის გამორიცხული. მე როგორც თქვი, ძალიან დიდი წარმატებები აქვს ჩინელებს, მათ აქვთ უკვე სუპერძლიერი რაკეტები, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ მთვარის ათვისებას, აქაც ახლა წავიდა უკვე ჭიდაობა მთვარეზე კარგი ადგილების დასაპატრონებლად და ამ დოხში ჩართული არის 3 ქვეყანა, ეს არის ძირითადად 4 ჩავთვალოთ, ევროკავშირი, ამერიკასთან ერთად, ეს არის ჩინეთი, რომელიც დამოუკიდებლად მშვენივრად უძღვება თავის კოსმოსურ პროგრამას, ეს არის ინდოეთი. რუსეთი სადღაცა იქეთ არის. მთვარის პროგრამას უნდა ვუმადლოდეთ ისეთი კომფორტული საბავშვო და არამხოლოდ საბავშვო მოვლის საშუალებას, როგორიც არის სითხეების შემწყობი პაკეტები, ჰიგიენური პაკეტები, იგივე პამპერსებს რომ ვეძახით. პირველად სწორედ კოსმონავტებმა გამოიყენეს პამპერსები, ამერიკელმა კოსმონავტებმა და შემდეგ ძალიან სრაფად ისინი დაინერგა უკვე ბავშვთა მოვლის პრაქტიკაში და საბჭოთა კავშირში ეს დაივიწყეთ არც კი მოსულა, პერესტროიკა რო დაიწყო და შემდეგ რო დაიქცა საბჭოთა კავშირი, იმის მერე შემოვიდა და ეს იყო კომფორტის უმაღლესი დონე, იმიტომ რომ აღარ იყო საჭირო აი ეგრეთ წოდებული პილიონკები, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია, ჩემი ბავშვები პილიონკებში გაიზარდნენ, იმის რეცხვა, იმის უთაობა ყოველ წუთაზე და ასე შემდეგ. და აქ მივადექით ჩვენ ძალიან საინტერესო მომენტს. თანამედროვე მთვარის პროგრამის ერთ-ერთი მისია არის ამ პამპერსების პოვნა. საქმე იმაშია, რომ როდესაც მთვარეს ტოვებდნენ ამერიკელი ასტრონავტები, ისინი
ამ პაკეტებს, რომელშიც მათი ცხოველქმედების პროდუქტები იყო და არა მხოლოდ შარდი, და რომლებიც გაჯერებული იყო იმ ბაქტერიული ფლორით, რომელიც ჩვენს კუჭ-ნაწლავშია, ამას დებდნენ ძალიან სქელ პოლიეთილენის პარკებში და ტოვებდნენ მთვარეზე. მას მერე გავიდა ბოლო დატოვებული პაკეტიდან 53 წელი. ანუ ძლიერი ყინვის, ძლიერი სიცხის, ძლიერი რადიაციის, ხისტი რადიაციის პირობებში ბიოლოგებს აინტერესებთ თუ გაძლეს ბაქტერიებმა და ვირუსებმა. თუ არიან ისინი ცოცხლები. სპორების სახით მაინც მოგეხსენებათ ბაქტერიები ქმნიან სპორებს და ამ სახით შეუძლიათ მათ ცუდი გარემო პირობების გადატანა. აი ეს პაკეტები თუ იპოვეს და შეისწავლეს და მათში აღმოჩნდა რომ ბაქტერიები სიცოცხლის უნარიანებად დარჩნენ აი ამ უმძიმეს პირობებში, მაშინ პანსპერმისტების მიმდევრებს, რომლებსაც მეტნაკლებად მეც ვეკუთვნი და ვიზიარებ მათ თეორიას, რომ კოსმოსიდან არის შესაძლებელი რომ შემოსულიყო პირველი პრიმიტიული სიცოცხლე დედამიწაზე, კომეტების და მეტეორებზე ამხედრებული, აი ამ პანსპერმიის თეორიას მიეცემა ძალიან კარგი საფუძველი. და პირიქით და პარალელურად ადამიანის ცხოველქმედების პროდუქტები სხვა შორის მუშავდება, შარდიდან გამოიყოფა წყალი, ხოლო განავლიდან კეთდება სასუქი, რომელსაც თუ გაქვთ წაკითხული მარსიელი და ფილმიც არის ძალიან კარგი, იქ სწორედ აი საკუთარი ექსკრემენტებისგან ამზადებს იქ ჩარჩენილი ასტრონავტი ნიადაგს, რომელშიც შემდეგ კარტოფილს და რაღაცებს თესავს, ხო? ანუ იქ ოქროს ფასი ედება ამ ყველაფერს. სხვადასხვა ორიონზე ჩვეულებრივი ტუალეტია თავისი კარით და ჩასაკეტით. ჩასაკეტი არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ არის ყოველ შემთხვევაში, რომელიც აფრენიდან რამდენიმე საათის შემდეგ ცოტა მოიშალა იქ რაღაცეები, მაგრამ მალევე გამოასწორეს. ეს ზოგადად დიდი გარღვევაა ასეთი მისიებისთვის, ანუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია და გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ აი კოსმონავტებს ასეთი პირობები შეუქმნათ, ანუ ჩვენ გვაქვს რაკეტები, რომ აი კიდევ ერთი დამატებით სიმძიმეს, რომელიც ალბათ რამდენიმე 10 კილოგრამს იწონის, ეს ტუალეტი ისე არ იქნება, ხო, ეს ხო არ არის ბოშის უნიტაზი. მთელი სისტემა შემწოვებით, გამწოვებით, იქ რო ეს დააგროვოს ეს ყველაფერი და გერმეტულად შეინახოს, რომ არ გაიფანტოს აერში. ანუ ამის ფუფუნება უკვე არსებობს და ალბათ რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი კომფორტი შეიქმნება აი ესეთი ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობებისას. ორიონმა გასცდა თუ არა დედამიწის მიზიდულობას გაშალა 4-9 მეტრის სიგრძის მზის ბატარეები, რომლის საშუალებითაც იგი მიიღებს ელექტროენერგიას და როგორც გითხარით, მიუახლოვდება მთვარეს, მას 8000 კილომეტრის სიშორიდან დაარტყა მწრეს, წამოვა დედამიწისკენ და ძალიან დიდი სისრაფით 11 კილომეტრი წამში შემოვარდება დედამიწის ატმოსფეროში. მისი თერმოდამცავი ფირფიტები გახურდება დაახლოებით 2700-2800 გრადუსის ტემპერატურამდე. შემდეგ გაიშლება სამუხრუჭე პარაშუტები, ამას მოყვება 3 გიგანტური პარაშუტის გახსნა და ორიონი კალიფორნიასთან ახლოს თავისი ეკიპაჟით ოკეანის ტალღებში ჩაეშვება. მისიის დასრულების შემდეგ ასტრონავტების ჯანმრთელობა სკრუპულოზურად შეისწავლიან, ისევე როგორც თვითონ დაშვებული აპარატის, აი თერმოელემენტების და აქედან უკვე გამოიტანენ დასკვნებს თუ რა არის დასამატებელი შემდეგ მისიებში, რა არის ამოსაღები, რის გარეშე შეიძლება არსებობა, რის გარეშე შეუძლებელია არსებობა და უკვე არტემის 3-ის და არტემის 4-ის მისიები გაცილებით წარმატებული უნდა იყოს წესით. მაშინ ასე დაველოდოთ წინ ძალიან ბევრი საინტერესო გველის ჯერ კიდევ ამ მისიის შესახებ და მე აღწერაში დავტოვებ იმ ბმულებს, რომლის საშუალებითაც თქვენ პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ავდევნოთ თვალყური თუ როგორ მიდის და როგორ სრულდება ეს მისია. ეს გახლავთ პირდაპირი გადაცემა, ლაივი, პირველიც ნახევარია თბილისში, ახლა 4 აპრილია. აი პირველ რგოლში ხედავთ, რომ ორიონის სიჩქარე ამ წუთას არის 2742 მილი საათში, ანუ ეს დაახლოებით 5000 კილომეტრია საათში. იგი დაშორებული არის დედამიწიდან უკვე 150000 მილით, ეს დაახლოებით 250000 კილომეტრია
და მთვარესთან იგი უკვე უფრო ახლოს არის ვიდრე დედამიწასთან, ანუ 126 მილით არის მხოლოდ მთვარისგან დაშორებული. და თქვენ თუ შეხვალთ NASA-ს YouTube-ის არხზე, პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ავდევნოთ თვალი თუ რა ხდება ორიონზე. მე იმედს ვიტოვებ, რომ ადამიანები ამ ტრილიონობით დოლარს, რომელსაც ხარჯავენ დღეს ერთმანეთის გასანადგურებლად, მიმართავენ უფრო ნორმალური მხარისკენ და ამ უტოპიური იმედით გემშვიდობებით, იმიტომ რომ მე ადამიანების და კაცობრიობის იმედი, რა ვიცი, დიდი ხანია აღარ მაქვს. მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო თემებით. მე ამ თემას კიდევ დავუბრუნდები, როდესაც რაღაცა სერიოზული მოხდება ორბიტაზე, თუნდაც როდესაც ის მთვარეს მიუახლოვდება და წრეს დაარტყამს, როცა იგი დაბრუნდება და რა შედეგებით დაბრუნდება, მე ამას შეგატყობინებთ. ახლა კი მე ტრადიციულად მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, წერს კომენტარებს და კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, რა ვიცი, 1-2 სიტყვით მაინც დაწერეთ ხოლმე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოწონების ნიშნების დასმა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, თქვენ სტიმულს მაძლევთ, რომ მე საინტერესო ამბებით მოგამარაგოთ და ამით მინდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.